Матушка земля, белая березонька, для кого добрая Русь, для кого занозонька, матушка Дамы и господа, добро пожаловать в Челябинск. რა ხდება მიშა რუსეთი გავხდით? არ ვიცით მეგობრებო, თქვენ მითხარით, აბა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ქართველი იუთუბერი უკვე ჩავიდა რუსეთში და იქიდან დაიწყო ვლოგების ჩაწერა, რომ მეგობრებო, მე რუსეთში ვარ. მე მეგონა ჩვენ ვიყავით უკვე რუსეთი. კაკო, რა ხდება? ჩემი დედაოწერე. ჩემი კოლეგა, რომელსაც ვთვლი, კარგ წესიერ პრინციპულ ადამიანად. კაი უღადაობ. წესიერი არ არის. არა. პრინციპული არ არის. უბრალოდ მე მინდა გაჩვენოთ ზოგადად რაზე ვსაუბრობ, ანუ ვინც აბსოლუტურად ვერ ხვდებით. ქართველი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იუთუბერი Human Kako ჩავიდა რუსეთში და იქიდან ჩაწერა ვლოგი. აი აგერ მაგალითად ჩავრთოთ. Якутия, Саха, минус 71 градусов. Это рекорд. ხო, ну შემდეგი არ დაუდია ჯერ სრული ვიდეო არ გამოუშვია, მაგრამ ну მოკლედ რუსეთშია რა. ან შეიძლება ჩამოვიდა უკვე და მე მინდა გაჩვენოთ ბატონი. მადლობა იმ ხალხს, ვინც კაკო რა სიძახდა 1 წლის წინ. მე რატომ დღეს ვირჩევ ვლოგებს მიუნხენიდან და არა კრასნოდარიდან? არა რუსულ კანონს. უბრალოდ საშინელი. მე რატომღაც ვირჩევ ვლოგებს მიუნხენიდან და არა კრასნოდარიდან? და აქ ხო იგულისხმებოდა ის, რომ არჩევნებს თუ მოიგებენ ქოცებიო, ეს ხო მაღაზია მიდიოდა ზოგადად აქცია და ეს პროპაგანდა და ეს ბლოკი ინფლუენსერების მიერ, რომ თუ არჩევნებს ქოცები მოიგებენ, ჩვენ რუსეთში გავიღუძებთ. კაკო, ხო მოიგეს ქოცებმა, ხო გავიღუძეთ რუსეთში. Რაღაც მიდიხარ იმ იაკუტიაში, ჩაწერე მცხეთაში. ჩაწერე გარდაბანში, თუ მაინც რუსეთია, ხო? ქოცებმა მოიგეს, კაკო. მოიგეს! რატომ მიდიხარ, ბიჭო, სადღაც 7000 კილომეტრით შორზე, იაკუტიაში? რატომ მიდიხარ? ხო აქაც რუსეთი გვაქვს. მცხეთაც ხო რუსეთი გახდა, თბილისიც ხო რუსეთია, ბათუმიც ხო რუსეთია. წადი ბათუმში ჩაწერე და დააწერე იმას არხს, რომ ვიდეოს, რომ ვლოგი რუსეთიდან, რადგან მე რუსეთში გავიღვიძე. არა, კაკო ზოგადად კაი ადამიანია. იმიტომ რომ ну, ამას მაგრად კიდია ეს პოლიტიკური ამბები, უბრალოდ ეხა ძალით ჩართეს. რუსეთში უნდა წასულიყო, არა, არ უნდა წასულიყო, რა თქმა უნდა. მით უმეტეს ამ სიტყვების შემდეგ და ადამიანს რაღაც პრინციპები უნდა გაგაჩნდეს, რომ იძახი, რომ თუ ეს მთავრობა მოიგებს, მაშინ რუსეთში გავიღვიძებ და შენ რო თავისუფლად შეგიძლია გადახვიდე რუსეთში, გადმოხვიდე. იმიტომ რომ მე რო ვიყო მთავრობა, აი რუსეთში რო გადაკვეთავდი საზღვარს. ეგრევე ბუმ, გაუქმებული გაქვს მოქალაქეობა, всё, შენი პასპორტი ინვალიდია. всё, სადაც გინდა წადი. რუსეთმა მოგხედოს ახლა. უსახელკარო, უსამშობლო ადამიანი ხარ. всё, გამოგაცხადებდი ეგრე რომ მე საქართველოში არ შემოუშვებ ამას და всё. ოი, ჩაო კაკაო! გადადი ბალიზე და იცხოვრე და ჭამე ბამბუკები. აი ეგრე გამოგაცხადებდი მე. მაგრამ საქართველოს მთავრობა ჩვეულებრივად შემოგიშვებს. რუსეთში ვინ რა იცის, ხო, შენ რას აკეთებდი? საქართველოს მთავრობამ. თუ შენს კგბ-ს აგენტები დაყვებოდნენ და რამე საბჭოთა კავშირში რო ხდებოდა, რომ სპორტსმენები გადიოდნენ საზღვარგარეთ და კგბ-ს აგენტი დაყვებოდა და ყველას ამოწმებდა, რომ აბა რას ყიდულობ ბანანს? ბანანი რა, რუსეთში არა გვაქვს და რამე. აი ეგ არის ბიჭო, რომ არაფასებთ ამ მართლა რამხელა თავისუფლება გვაქვს, რომ ადამიანებს შეგვიძლია რუსეთში მტრულ სახელმწიფოში გადავიდეთ, ჩავწეროთ ვიდეოები, გადმოვიდეთ და არავინ გვამოწმებს, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ, ჯიგარი ხარ, მოდი ძმაო, მოდი, შემო, ჩემი ძმა. ნუ მესაზღვრეები რა თქმა უნდა უჟმურები არიან და რამე, მაგრამ მე რო ჩამოვედი უზბეკეთიდან, 1 წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი და ჩამოვდივარ მეთქი სამშობლო, აი როგორ მიხარია, იცი მეთქი მიწას მინდა ვაკოს და მესაზღვრე შეხვდა,
მეთქი გამარჯობა და თუ მომაფურთხა მეთქი მადლობა მეთქი აი ესეთები მინდა რომ მეზაზღვრეები იყვნენ და არა მეგობრულები პედერასტი ევროპელები კაი მოკლედ არა ვეთანხმებით კაკოს რუსეთში გადასვლას არ ვიცი იქნებ გადმოვიდეს და თქვას რომ რუსეთი ჩამძღნერილია იცით ხალხო და თურმე ჩვენ არ ვართ რუსეთი. აი, ნეტა მართლა ეგ თქვას, ბიჭო და ნეტა მართლა გადმოვიდეს და დააფასოს საქართველო რა. რამხელა თავისუფლება გვაქვს. რამდენად ბიჭო, მართლა თავისუფლად ცხოვრობთ, ხო არ უბერავთ თქვენო? მე კოცი რატო ხდებიო ნელ-ნელაო მიშაო? ბიჭო, კოცი გავხდები, აბა ყველა მეუბნებით რაღაც სისულელებს, რომ რუსეთი გავხდებოდით ისა, ერთი წელი გავიდა რა რუსეთი, მეკაიფებით? რუსეთში აგე ვინ წავიდა? მე წავედი რუსეთში, ჩემდა თავად რუსეთში წამსვლის სანამ ეს მთავრობაა რუსეთში. всё. მე რო გეტყვით სიტყვას, იმას არ ვარღვევ და ადამიანები აგერ გეუბნებიან, ჯერ მოგიწოდებენ, რომ ისა იცოდეთ ხვალ რუსეთში გავიღვიძებთ და ალა ლუსულ კანონს ძირს ეს პოლიციური რეჟიმი, ძირს დიქტატურა, ეს ყველა ხალხი ნაცისტები არიან. მე რუსეთში გადაკატავდები, გადაიღებ ვიდეოებს, ჩამოკატავდები, გინდა ევროპაში გაკატავდები, ჩამოკატავდები, არავინ არაფერს გიმოწმებს, რასაც გინდა იმას საუბრობ ინტერნეტში, არავინ არ მოდის და გესტაპო არ ყავს და არ გიმოწმებს, თქვენი ოჯახის წევრები ნაცისტურ გერმანიასთან ხوار თანამშრომლობენ. ვინმეს გამოგიცდიათ ეგეთი რამე? ამ ხელა თავისუფლება გვაქვს ბიჭო. და უბრალოდ იმაზე წუწუნებთ. რაზე წუწუნებთ ვაფშე? ეგეც ვერ გავიგე რაზე წუწუნებთ. კაი, გადავიდეთ შემდეგ იმაზე. ამდენს არ ვაპირებდი საუბარს კაკოს ვიდეოზე. მარნუ გაიგებს რა ჩვეულებრივი იუთუბერია ჯიგარი. აუ, ეხა TikTok-ი გავხსენი და ის გამეში და სართული. ეს ახალი ძლიერი ძალა, ანუ გირჩზე დაბალი ძალა რო ხარ, ბიჭო. მაგრამ ნუ იმედია გირჩს გადაასწრებენ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა მაინცა. კაი, მოდი სართულზე ვისაუბროთ. სართულზე ვისაუბროთ, ბაზა. ბიჭო, სართულზე რატო არ ვსაუბრობთ? ყველა საუბრობს სართულზე და მოდი ჩვენც. კაი, აჰა, სართულის ვიდეოებს გადავავლოთ თვალი. მოკლედ, ვინ არიან სართულები? არ უნდა მიბაძო მაგალითად იმაში, რომ დედამისს მაგივრად ზოგან მშობელი ერთ და მშობელ ორს ეძახიან. მართალია, რადგან ლიბერალი პედერასტები არ უნდა გავხდეთ. მაგრამ შეიძლება მიბაძო კარგში, მაგალითად იმაში, რომ უკანონო მიგრანტებს უკან სამშობლოში გაბრუნებას უპირებენ. კოლახიძე კი უპირებენ. ამათ იმას მეტაურს რა ქვია, ხო იცი? გონდო თუ რაღაცა ეგეთი. და ამას რა უნდა ერქვას? ამას დავარქვათ რამე სახელი რა. ის გონდოა ეს. ბიჭო, ეს თორღვაა, მაგრამ ეგეთ ხევსურულ სახელს როგორ მივაყენო შეურაცხყოფა. კაი, თორღვა დავარქვათ. ეს იყოს თორღვა მოკლედ. თორღვა რაზე ბაზრობს? აგიხსნით ვინ არიან, ვინც აზრზე არ ხართ. ცოტა ხანში მოიცა ჯერ ამას მოусმინოთ. ხუხთა გერმანიაში იმხელა მიგრაცია, მეორე ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი მუჰამედიაო. მაგრამ ამათგან განსხვავებით გერმანელები ფიქრობენ თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა. ფიქრობენ ჩემო ლამაზო თორღვა, ჩემო ულვაშიანო დილით რო იღვიძებ და ფიქრობ ეხა დღეს ყიყლიყო ჭამო თუ გუშინდელი სოსისი რო დამრჩა ერთი ცალი ის მოვიხარშო. მაგას რო ფიქრობ, ჩემო თორღვა. აი, ყველას ხო კიდია ეგ შენი ფიქრები, ხო? ხო და გერმანია რო ფიქრობს ემიგრანტების, არალეგალი ემიგრანტების სამშობლოში უკან დაბრუნებაზე, რას ფიქრობენ, ბიჭო? გერმანია ნანახი გაქვთ ვაფშე? იმიტომ რომ მე ვარ ნამყოფი. დედას ვფიცა ვარ თუ აი მენა სომალი არ იყოს. მართლა გეუბნებით. გერმანია სხვა შორის აი მაგ ქვეყნებს შორის ყველაზე კონსერვატიულია იმის უნგრეთის და პოლონეთის შემდეგ.
და მერე მოდის აი საფრანგეთი და აი საფრანგეთში რო ჩახვიდე მართლა ისა უგანდაა რა. ის ხოთ შორის ერთხელ მინდა ჩავიდე მანდ და გაჩვენოთ მართლა რეალურად რა ხდება, რომ ანუ ეიფელის კოშკის გარდა აი მერე რა ხდება, ანუ ზემოთ რო გაქვთ აწეული კამერა და ეიფელის კოშკს უღებთ, აი ქვემოთ რო ჩამოწიოთ და აქ რაღაც ბეშბირმაგ უზბეკლერ ну უზბეკები კიდე წესიერები არიან, უბრალოდ ხა უგანდური არ ვიცი და უზბეკები გავაჯავრეთ, თორე უზბეკები წესიერი თეთრკანიანი ხალხია, მაგრამ სტოპ, მე რასისტი არ ვარ. უბრალოდ ძალიან ბევრი შავკანიანია, რომლებიც ინჟინერები და ექიმები არიან. ოცნებამ კი ზარზეიმით გაუხსნა საზღვრები და ვიზები პაკისტანს, სირიას, ინდოეთს და ირანს. ოცნებამ კი ზარზეიმით გაუხსნა საზღვრები და ვიზები პაკისტანს, ინდოეთს, სირიას. სწავლა აუკრძალა და ლეგალურად თუ ვინმე შემოვა, შენი რა ტარაკის საქმეა, ბატონო თორღვა. ანუ შენ ბოდიში და ვინ შემოვა ლეგალურად. ანუ ინდოეთის მოქალაქე თუ ვარ და ყველაფერი ლეგალური მაქვს, ყველაფერი წესრიგში მაქვს, შენი რა საქმეა, მე შემოვალ თუ არა. თუ საზღვრები ჩაუკეტოთ, ძმა, ნაცისტები ვხდებით? აი რა, თორღვა რა. თორღვა, გაჩე ძმობას გაფიცებ ხა. კაი, მოდი ახლა ზოგადად გაგაცნოთ ვინ არიან სართულები. სართული. ჯერ გირჩი ხო მაგარი სახელი იყო. გირჩმა ხო მიაღწია აი პიკ წარმატებას იმე და მერე რო ერთმანეთს დედას აგინებენ ეხა. ტიპებმა 5 წელი ვერ გაკაჩეს ძმაკაცობა ბიჭო გირჩმა. 5 წელი იძმაკაცეს და 5 წლის მერე შენი გამზრდელი მოვთყავ და დაშორდნენ ერთმანეთს. სართული რამდენი ხანი გაკაჩავს აბა? ანუ სართული ძალიან კაი ხალხია. ამჯერად ჩვენ დახმარებით უნდა გავაჩუქოთ 6 ცუგვა, ეს 2 და ლობიცია, ვიცო. ძალიან კარგი ადამიანია, ცუგებს აჩუქებს. ფაქტია რომ ამ პიროვნებას ეს პრობლემა. ძაღლთან მიაქვს მიკროფონი, რომ რას ფიქრობ შენ პატარა ცუგა, ჰა? ჩვენ ხო კარგი ადამიანები ვართ, ნახე როგორ გეფერები. მეგობრებო, მოგწონთ ცუგები. მაშინ ჩვენი პოლიტიკური აზროვნებაც უნდა მოგწონდეთ. მეგობრებო, ჩვენ ცუგებით შემოგაპარებთ პოლიტიკურ აზროვნებას და თავზე მოგახოთ ჩვენ აზრებს. ოღონდ ჩვენთან ცუგებს გავაშვილებთ. კაი, მოკლედ ნახოთ ვინ არის ეს ტიპი, იმიტომ რომ მთელი კვირა ამ ტიპზე ჯმა მიდის და განვიხილოთ მიდის სწორად ჯმა თუ არასწორად. სართული არის პარტია, რომელიც შექმნეს ახალგაზრდა ბიჭებმა და გოგო წყოლიათ. გოგო უეჭველი ვიღაც შეყვარებულია და კი საყვარელო დაგიჭერ მხარ საბარას ვიზამ და აი მენა რომ რატო გადაუწყვიტე ამისთვის მხარ დაჭერა. აი მართლა დავიფიცები რომ ეს რომელიღაცის შეყვარებულია, იმიტომ რომ შანსი არ არსებობს აი ახალგაზრდა გოგო გაწევრიანდე უპერსპექტივო პარტიაში და დაიწყო ვიდეოების ჩაწერა ამათი პროპაგანდის მხარდასაჭერად. აი გავმაზავ და დავიფიცები რომ რომელიღაცის შეყვარებულია, რომელიც ამათ პარტიაშია. ამ გოგოს განარამე ცუდს ვიძახი, კაცო, მშვენიერი გოგო ჩანს, მაგრამ აი უბრალოდ დაძალებით მოუწია რა. თორე აი ამ დებილები არიან, აბა რა არიან ბიჭო, ამას შეხედე, თორღვა შეხედე. ქართველების მთავარი პრობლემა იცი რა არის? რა არის თორღვა ქართველების მთავარი პრობლემა? სრული სიგიჟეა TSU-ს და GPI-ს გაერთიანება და ამ ამბავს საერთო არაფერი არ აქვს განათლების რეფორმასთან. სრული სიგიჟეა TSU-ს და GPI-ს ერთმანეთთან გაერთიანება. ამას ეზიზღება თავის საქმე. ანუ ეს პროსტა ძმაკაცია რა, იმათი ბავშვობის ძმაკაცია და დაიყოლიეს თორე ამას უნდა პროსტა TikTok-ზე ნახვები და ნაშები უნდა, ნახე, თმები დასველებული აქვს, რაღაცა ესე აიწია რა და აი, რამდენჯერ იკითხა, წარმოიდგინეთ, რომ ბიჭო, თმები ხო კარგად მაქვს, თო? ბიჭო, თმები ხო კარგად მაქვს. სრული სიგიჟეა TSU-ს. აუ არა, ბრატ, აქ ჩამომივარდა ერთი თმა, იცი. კაი, всё, ხოძე ვარ. გუდო. всё, ვეფხია დამშვიდი.
სრული სიგიჟეა თესეუს და იმის ბიჭო არა ძმა აქ ცოტა ჩაზნექილივით მაქვს მოიცა ერთი წამ აი ამას ხო უყურებთ ამას შემიძლია მივწერო ეხა დღეს ინსტაგრამზე მივიპოვო გოგოს სახელით მივწერო აი გოგოს სახელით მივწერო ჰეი სიმპათიურო მე კოცების მთავარი მდივანი ვარ პარტიის და შენ გთავაზობ 3000 ლარს რომ აი ჩემ TikTok-ზე გადაიღო ვიდეო ძალიან ბევრი ნახვა ექნება 2 მილიონი ნახვა მაინც ექნება ლამაზო სიმპათიურო სხვა შორის შენ თმები ძალიან მომეწონა და აი უკაი არ დავიფიცები მაგრამ 99% ტიპი ძმაკაცებს აჩვენებს ნახე ბიჭო უნდა წავიდე ძმა უნდა წავიდე ბიჭო ნახე რა გოგო მწერს ნახე რა გოგო მომწერო თან 3000 ლარს მოგცემო და 2 მილიონი ნახო აუ იზვენი ძმაო მაგრამ მე მივდივარ რა ეხლა всё ძმა დღეიდან კოცი ვარ всё მართლა მაგას გააკეთე ანუ სახეზე ვერ ატყობთ ხალხს ვინ ის გამკეთებელია იმიტომ მე ვატყობ ძმაო ეხლა შეიძლება ამ გრანდიოზული გაერთიანების მერე სამედიცინო უნივერსიტეტი ინდოეთს მიუერთდა პაკისტანს ქვეყანა კი რუსეთს ხუმრობა იქით იყო მოიცა ციხის ბუნტის დამხმარე ministri გთავაზობს რუსეთს არ მიუერთდა გპის გაერთიანება და ამ ამბავს საერთო არაფერი არ აქვს განათლების რეფორმასთან შეიძლება ამ გრანდიოზული გაერთიანების მერე სამედიცინო უნივერსიტეტი ინდოეთს მიუერთდა პაკისტანს ქვეყანა კი ალა ცაკვალელო დებილო ბიჭო პირიქით გააუქმეს უცხოელების სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მხოლოდ ქართველები ისწავლიან ინდოეთს ან პაკისტანს როგორ მიუერთებენ როცა მთელ ინდოელებს და პაკისტანელებს გააჯმევინეს როგორ უნდა მიუერთონ ბიჭო როცა გაყარეს ხალხი რომ всё თქვენ ვეღარ ისწავლითო აქო მხოლოდ ქართველები ისწავლიან სახელმწიფო უნივერსიტეტებშიო რა ინდოეთს და პაკისტანს უნდა მიუერთონ რუსეთს ხუმრობა იქით იყო ქვეყანა კი რუსეთს პაკისტანს ქვეყანა კი რუსეთს ხუმრობა იქით ქვეყანა კი რუსეთს მე მეგონა რუსეთი უკვე ვიყავით რატომ არ ვართ ჯერ ისევ რუსეთი რა почему я разговариваю всё еще на грузинском языке я думал это уже Россия ხუმრობა იქით იყოს და რეფორმა მოსაც ციხის ბუნტის დამხვრეტი ministri გთავაზობს გამოიწვევს ხუმრობა იქით იყოს და ციხის ბუნტის დამხვრეტი ministri რასაც გთავაზობს ეს რეფორმა გამოიწვევს კატასტროფას კარგი თუ მაგ ადამიანს ციხის ბუნტის დამხვრეტს ვარქმევთ ჩემო გენდალფ გამომელია სახელები რა სახელები ქვია ტიპებს ვეფხია თორღვა ვოდო ბიჭო უყურე ხო კაი თუ ერთ მინისტრს ვეძახით ციხის ბუნტის დამხვრეტს კაი შენ ნაპარნიკის ვოდოს მამა რო 7 ნოემბერს არ ბევდა მაშინ შენი ნაპარნიკის მამამ რო ორი გვამი შემოაგდო კრიშაზე შენი ნაპარნიკის მამამ რო ორი გვამი მოითხოვა მაშინ მოდი შენ ნაპარნიკის მამასაც დავაბრალოთ ყველა დანაშაული წინა ხელისუფლების რომლის პარტიის წევრიც იყო შენ ნაპარნიკის მამა ხო ვუდოსი ეგ არ გინდა ხო ეგ არ გაწყობს რადგან ეს შვილი გამოდის რომ მე მამა ჩემთან არაფერი მაკავშირებს ანუ მართლა ამ ქვეყანაში ვართ ხალხი ვინ მზად ვართ ჩვენი შრომით გულწრფელობით ენთუზიაზმით რესურსით მოვიდეთ იმისთვის კი დამოუკიდებელი ხარ ცემო ლამაზო ბიჭო რომ გაგიშვეს რაღაცა 20000-იან სასწავლებელში და ეხა რო გამოდიან და თესეო და გპი რა თესეო და გპი ბიჭო ამ ხალხს ვისაც უსმენთ თქვენ დეგენერატებო დებილებო გონიათ გპი აქვს დამთავრებული და ისა ამათი მამები აი ხალხს რო აწამებდნენ მართლა იქიდან არიან წამოსულები მაყუთები რომ მოხვეჭეს აი მეტი მაყუთი ხალხის დედა მოვტყანი მე და ეხა ამათი შვილები გამოდიან და მე მამა ჩემთან არაფერი შეხება არ მაქვს მე გახლავართ ვუდუ მაჭავარიანი და მე წარმოვადგენ აბსოლუტურად ახალ პარტიას მე დავიღალე ამ ნაც მკოცობით და მე მინდა საქართველოს გამოვასწორო ფული საიდან გაქვს ვინც უსმენთ სხვა შორის ღირსები ხართ უსმინეთ მეგობრებო უსმინეთ კოცნით მიყვარხართ ჩემი მაყურებლები ჩემი გამომწერები